ქვეყანაში პლასმასის ბოთლების მოხმარებაზე რეგულაციები მკაცრდება. 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასმასის ბოთლების სასმელის მიწოდება იკრძალება. 2027 წლის 1 თებერვლიდან ასეთ ბოთლებში სასმელების წარმოება გარდა ექსპორტისთვის განყოფილი პროდუქციისა აღარ იქნება ნებადართული. როგორც გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აკრძალვები არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრისა და მეტი მოცულობის სხვადასხვა სასმელებზე. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული რეგულაცია შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვას. საქართველოს მთავრობა ეტაპობრივად ახორციელებს სურსათათა შემხებლობაში პლასმასის პროდუქციის, პლასმასის ნაკეთობების ეტაპობრივ შემცირებას. 1 ივლისიდან აიგზალება სარესტორნო ქსელში და სასტუმროების ქსელში პლასმასის ბოთლებში შეთავაზება მოხმარებლისთვის. 2027 წლის 1 თებერვლიდან იგზალება პლასმასში განთავსებული სასმელების იმპორტი, წარმოება და შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე. წარმოება დაშვებული იქნება მხოლოდ ექსპორტის მიზნებისათვის. შეეხება სასმელ წყალს, სასმელი წყალი შესაძლებელი იქნება 3 და 3 ლიტრის ზევით პლასმასის, ასე ვთქვათ, ჭურჭელში ჩამოსხმა, ხოლო სხვა სასმელები არის 20 და 20 ლიტრის ზევით. საერთაშორისო პლატფორმები, რომლის აქტიური წევრიც არის საქართველო და ეს პლატფორმები და მექანიზმები მიზნად ისახავს მსოფლიოში პლასმასის დაბინძურების აღმოფხვას. სწორედ აი ამ ამბიციურ გეგმებს საქართველო აქტიურად უერთდება. ძალიან დიდი არის დაბინძურებაში პლასტმასის მასალების წილი და განსაკუთრებით ეს ერთჯერად პლასმასებს და ასევე ეგრეთ წოდებულ PET ბოთლებს ეხება. გარკვეული ზომები მისაღები არის პლასმასის დაბინძურების პრევენციის მიმართულებით. და სწორედ ამიტომ მომდევნო ნაბიჯი გახდათ ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო.